ფარგლებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდის თანადამფუძნებელი თათია მელაშვილი ნარატივით ხუთშაბათის გადაცემაში. მოგესალმებით თათია. უღრმესი მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ, როგორც უკვე აღნიშნე, აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ როგორც ვიცი 2015 წელს დაიბადა. ცოტა უფრო ადრე. კიდევ უფრო ადრე და აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებს გაუჩნდათ ეს იდეა, როგორც ვიცი. დღეს რა შედეგებზე გავედით, უკვე შეგვიძლია კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარია მიმართულებით. მე თვითონ გახლავართ აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელი და პირველი ცენტრი, რომელიც დაფუძნდა ეს ჩვენი ფონდის დამფუძნებელი სოფო კერესელიძის ინიციატივით, ეს მოხდა 2010 წელს. ეს იყო პირველი ბავშვთა აუტიზმის ცენტრი საერთოდ საქართველოში, მანამდე სამწუხაროდ არაფერი არ არსებობდა. ტიპიური ამერიკული ტიპის მოდელის კლინიკა, ეხლა უკვე ილიანის საუნივერსიტეტო კლინიკა ქვია ჩვენ ცენტრს და ძალიან ბევრი მსგავსი ცენტრი გაჩნდა. სამწუხაროდ ნაკადს მომთხოვნელების მაინც ვერ აუდის ეს ცენტრები, იმდენად დიდი არის ნაკადი, მაგრამ ეს ყველაფერი არის 15 წლამდე, 16 წლამდე უკაცრავად. 16 წლიდან უკვე კვლავ არაფერი არ არის და ამიტომ იმაზე ვფიქრობ, რომ ჩვენი შვილები უკვე 13-14 წლისების არიან, ანუ პირველი თაობა ვართ, ასე ვთქვათ. და რა იქნება შემდეგ? საქმეს ეჭიდება და რა იქნება შემდეგ? თავარი სადარდებელი მშობლების ძირითადად არის ხოლმე ეს. ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ გაგვეკეთებინა მეორე ცენტრი უკვე 15 წლის ზემოთ მქონე აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის, რომელიც არ იქნებოდა მხოლოდ რაღაცა სასწავლო მიმართულებით თუნდაც, ეს ძალიან დიდი კომპლექსი არის. და მინდა ვახსენო თბილისის მერია, რომელმაც ძალიან დაგვეხმარა ქონების მართვის სამსახურმა და გადმოგვცა სარგებლობაში 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ქალაქ თბილისში, სადაც უნდა აშენდეს ეს ცენტრი. და თავარი აზრი ამ ცენტრის არის ის, რომ ისინი ისწავლენ როგორც აკადემიურ უნარებს და იმ განსაკუთრებულ უნარებს განავითარებენ, რომელიც ბევრ მათგანს აქვს უნიკალური და ჩვეულებრივი ადამიანისგან განსხვავებული ხშირ შემთხვევაში. ასევე კრიტიკული პერიოდების დროს რაღაც ქცევის პრობლემები როცა იწყება, ამ შემთხვევაში სპეციალისტების დახმარებით 24 საათიან მონიტორინგის ქვეშ იქნებიან, თქვა გარკვეული პერიოდი. თავარი კომპონენტი ერთ-ერთი ჩემი აზრით არის სოციალური საწარმოები, რომელიც ამ ტერიტორიაზე ექნება. ისინი ისწავლიან სამუშაო უნარ-ჩვევებს, რომელსაც მომავალში ან თვითონ სხვაგან გამოიყენებენ და სხვაგან იმუშავებენ ცენტრის გარეთ, ასე ვთქვათ, ვინც ამას ვერ შეძლებს, იმუშავებს ცენტრში, ანუ ამ ადამიანებს უკვე ზრდასრულ ასაკში ექნებათ მიზანი ცხოვრებისეული სრულფასოვანი ცხოვრება. კომპანია ჩართული სწორედ დასაქმების კუთხით და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი და პროდუქტიული მიმართულება ჩაინიშნება ამ კუთხით. თუ კი საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის პოლიტიკის ანგარის ჩავხედავთ, გაბატონო თათია, რომელიც აუტიზმის სპექტრის საშლილობას, ინდივიდთა ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სერვისების კვლევას ეხება, მაშინ უნდა ითქვას, რომ აუტიზმთან დაკავშირებული საკითხების თქვენ დამეთანხმებით და კარგად ხართ სწორედ ამ მიმართულებით ინფორმირებული, ამიტომ მინდა რომ ამ თემას შევეხოთ. მოგვარების მზაობა და რესურსი საკმაოდ მწირია ხელისუფლების მხრიდან. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლება მეტი ჩართულობისთვის და მეტი განვითარებისთვის სწორედ ამ მიმართულებით? იცით რა სამწუხაროდ გამოვიდა ეს, რომ ერთადერთი სახელმწიფო ორგანო ყოველ შემთხვევაში მე რაც შეხება მქონია ამ თემებთან, რომელსაც აინტერესებდა საერთოდ აუტიზმი, ბავშვები აუტიზმით და რაიმე ტიპის დახმარება, ეს არის ქალაქ თბილისის მერია. მე სხვა უწყებიდან, რომელიც წესით უნდა იყოს პირველ რიგში დაინტერესებული, ეს არის განათლების სამინისტრო. კი ბატონო. ეს ინტერესი არათუ არ დამინახავს. პირიქით 3 წელია მშობლები ვთხოვთ სამინისტროს და არა მარტო მშობლების სპეციალისტების რეკომენდაციაც არის, რომ სპეცპედაგოგების სტატუსი შეიცვალოს, მათ სამწუხაროდ ტექნიკური პერსონალის სტატუსი აქვს, როცა ამ ადამიანებს აქვს პედაგოგის განათლება და დამატებით კიდევ ფსიქოლოგის და ყველაზე რთულ კონტინგენტთან უწევთ მუშაობა, მაგრამ არა აქვთ ჩვეულებრივი პედაგოგის უფლებები, ასე ვთქვათ, იგივე შვებულების პერიოდი, ტრენინგების გავლის საშუალება და ასე შემდეგ, რომ ხელფასიზება. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ეს არის ფინანსების სიმწირე, თუმცა მე ვფიქრობ, იმდენად მნიშვნელოვანი არის ამ ბავშვების ინტეგრაცია ჩვეულებრივ საზოგადოებაში, იმდენად კარგად იღებენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, თავიანთი თანატოლები ამ ბავშვებს და იმდენად თბილი ურთიერთობები აქვთ. პირველ რიგში თვითონ იმ სხვა ბავშვებისთვის არის ეს მნიშვნელოვანი მერწმუნად, არა მარტო იმიტომ, რომ სწავლობენ სიკეთეს და გულისხმერებას, არამედ ბავშვებიდანვე ხვდებიან, რომ არაფერი არ ხდება ცხოვრებაში ისეთი რამისთვისაც შესაძლებელი ადამიანი ჩავარდეს დეპრესიაში ან კონდეს ტრაგედია. პატარობიდან ვეცოდებ, რომ შეიძლება ყველა ერთნაირი არ იყოს, შეიძლება ვიღაცას რაღაც არ შეძლოს, მაგრამ ამისგან არ შექმნის ტრაგედია. რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებას თავისი ნიშა აქვს ათვისებული, ეს მსოფლიოში სწორედ ამიტომ მსოფლიოში პირიქით სხვა ბავშვებისთვის უფრო მნიშვნელოვანი არის ხოლმე და მშობლებისთვის, რომ მათ კლასში იყოს ინკლუზიური საჭიროების მქონე
მოზარდი და მე ვფიქრობ, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ განათლების სამინისტრომ რომ არათუ რესურსი უნდა გამოზებნოს, პირიქით ძალიან დიდი თანხები უნდა დაუთმოს ამას. საერთოდ ბავშვების განვითარების და არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების. ცხადია, დღესდღეობით შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს ორი მიმართულების სახელმწიფო პროგრამას, სტატია ვიცით, რომელიც ფარავს აუტიზმის მქონე პირებისთვის განკუთვნილ სერვისებს, თუმცა არის თუ არა ეს საკმარისი თქვენი გადმოსახედიდან? ვიცით რა, მას შემდეგ რაც პირველი ცენტრი გაჩნდა, ანუ უკვე დათვლადი გახდა, მე შეიქმნა ხო რამოდენიმე 6 ცენტრია თუ არ მეშლება ხარ თბილისში ბავშვთა აუტიზმის. უკვე დათვლადი გახდა ბავშვების რაოდენობა, ანუ სახელმწიფო შეძლო რომ დაიანგარიშებინა ბიუჯეტი, ქალაქ თბილისის მერია კიდევ ერთხელ მაშინდელი პრემიის ინიციატივით დაიწყო ეს აქცია და უკვე მე ქალაქ თბილისის მერია ჩაერთო ამ პროცესში და ვაუჩერული ტიპის დაფინანსება განისაზღვრა თითო ბავშვზე თვეში 400 ლარის ოდენობით და მერწმუნეთ ეს ძალიან დიდი დახმარება იყო მშობლებისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრ მათგანს საერთოდ არანაირი შემოსავალი არ აქვს და რთული ასატანია მშობლებისთვის, როცა იცი რომ გადაუდებლად ჭირდება შენ შვილს თერაპია, რომელიც ძვირადღირებულია და მარტო იმიტომ რომ არ აქვს შემოსავალი. თბილისზე ვრცელდება თათია როგორც ვრცელდება თბილისზე და სხვა მუნიციპალიტეტებზე ნაკლებად, თუმცა სხვა ქალაქებში ჩვენი დახმარებით და თვითონაც პრობლემა იაქტიურეს, გაიხსნა რაღაც გარკვეული ცენტრები და იქაც მათ რეკომენდაციას ვაკეთებ, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ითანამშრომლონ ამ საკითხზე, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრება არის, რომ ეს იმდენად გლობალური რაოდენობამდე მივა ეს სიტუაცია, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიური შეხება გვაქვს და წარმოუდგენელი სისწრაფით მატულობს სამწუხაროდ რიცხვი, არა მარტო საქართველოში, მთლიან მსოფლიოში. ამერიკული კვლევებით მაგალითად ვარაუდობენ, რომ თუ პროგრესი ასეთი ტემპით გაგრძელდა 2025 წლისთვის შეიძლება ყოველ მეორე ახალშობილს აუტისტური სპექტრი დაუდგინდეს. ქართული სტატისტიკაც არსებობს? სამწუხაროდ არსებობს, იმიტომ რომ ამას დიდი თანხები ჭირდება ამ კვლევებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის არა მუნიციპალური ბიუჯეტის საკითხები, ეს არის სახელმწიფო ცენტრალური ბიუჯეტის საკითხები და ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ისევე როგორც მაგალითად სკოლებში არის ვაუჩერული დაფინანსება მთელი ქვეყნის მასშტაბით და აფინანსებს განათლების სამინისტრო და მნიშვნელობა არ აქვს ეს ბავშვი ერთი ქალაქიდან მეორეში გადავა თუ არა, მას მიყვება თავისი ვაუჩერი და ამიტომ შეზღუდული არ არის ოჯახი თავიანთ ცხოვრების წესის შეცვლაში, თუნდაც ასევე ვფიქრობ, რომ აუცილებლად ჯანდაცვის სამინისტროში უნდა გამოიყოს ეს ბიუჯეტი და არა მხოლოდ მუნიციპალურში, რომ გაწოდეს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, ვფიქრობ, ვერ გაწოდება აი ამ თანხებს, რაც საჭირო იქნება, არის უკვე საჭირო და უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტი. თუმცა კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მეტი ყურადღება დაეთმოს და მეტი კამპანია და ჩართულობა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება, რომელსაც არაერთგის შევხები ვართ და კიდევ შევეხებით ცხადია ქალების ნარატივის არეალში. დაუბრუნდეთ აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობას, რა ნაბიჯები გადაიდგა უკვე და რა იქნება სამომავლოდ თქვენი წარმოდგენით დაახლოებით 1 წელიწადში. დრო ცოტაა. ნაბიჯები გადაიდგა უკვე დიდი იმ ხრივ რომ მიწა უკვე გვაქვს და ჩვენ უკვე პროექტირების ეტაპზე ვართ. ძალიან დიდი პროექტია და შრომატევადი და ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა არქიტექტორების ჯგუფი მუშაობს. ძალიან დიდი ენთუზიაზმით ამაზე, მაგრამ თუმცა ეს არის სამუშაო და რაც საჭიროებს ანაზღაურებას და ამიტომ ჩვენ წინა წლებში ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტებით მოგროვილი თანხით, აი ახლა ამ აქციით მიაქვარდა ეს სტიკერი, აი ესე გამოიყურება, რომელიც სტიკერი მინდა რომ ოპერატორს კარგად ვაჩვენოთ, ასეთი სტიკერი დაამშვენებს თითოეულის არ მხოლოდ ტელეფონს, არამედ ძალიან ნებისმიერად შეგვიძლია მოვიღოთ. 2 ლარი იყიდება კარფურის, გუთულის და სპარის სავაჭრო მაღაზიების, ქსელის მაღაზიებში და ძალიან დიდი მადლობა ამ კომპანიებს, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად და ენთუზიაზმით ჩაებდნენ ამ საქმეში. იყიდება სალაროთან უნდა იყიდოთ, გამოიწვიოთ ერთმანეთი და ჩაერთოთ აქციაში ეს თითოეული 2 ლარი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ცენტრისთვის, იმიტომ რომ ეს ცენტრი ჩვენ მშობლებს ესეთი შავი უმორია, თქვათ, მაგრამ ვამბობთ ხოლმე რომ ჩვენი მშვიდი სიკვდილის უფლებას ვაშენებთ. მანამდე ამის უფლებაც არ გვაქვს, იმიტომ რომ აუცილებელია რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ მომავალი, ჰქონდეთ სრულფასოვანი ცხოვრების უფლება და ცხადია. და არ არსებობს არანაირი ბარიერი გადაულახავ. ადამიანს შევხვდი ამ ბოლო პერიოდში აი ამ საქმიანობით, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება აუცილებლად ჩაერთვება ამაში. საზოგადოება დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ჩაერთვება აქტიურად, მათ შორის ჩვენ ნებისმიერი ჩვენთაგანი ძალიან დიდ მადლობას გიხდით სწორედ აი ამ მიმართულებისთვის, აქციისთვის, იმ კეთილი საქმისთვის, რომელსაც აკეთებ და რომლისთვისაც არ ზოგავთ თავს, შრომით და აქტიური ნაბიჯებით. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის და ამ საინტერესო დიალოგისთვის, რომელმაც ნამდვილად პოზიტივით აგვავსო, არ არსებობს გადაულახავი ბარიერი და ჩვენ აუცილებლად აუცილებლად ერთობაშია და აუცილებლად სწორედ ამ ერთობლივი ძალით გადავლახავთ ნებისმიერ ბარიერს. თათია მელაშვილი ძალიან საინტერესო სტუმარი გახდათ, ჩვენი სტუმარი, ჩვენ მცირე სარეკლამო ბლოკის შემდეგ უკვე ბრუნდებით უცხოეთში განვითარებული მოვლენებით, მორიგ აქტუალურ თემებზე სასაუბროთ, რა თქმა უნდა, ქალების ნარატივის არეალში, მანამდე კი კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, ვერთიანდებით კეთილი საქმის გარშემო.